ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელი მინერალი არის მაგნიუმი. მის გარეშე ცხოვრების სრულყოფილად გაგრძელება შეუძლებელია და ამ მინერალის ნაკლებობა მრავალი დაავადების ხელშემწყობი და მაპროვოცირებელია, რაზე მიგვანიშნებს მაგნიუმის დეფიციტი და როდის მივიღოთ მაგნიუმის დანამატები და სხვა მნიშვნელოვან თემაზე გვესაუბრება ადამიანი, რომლის სტუმრობაც ყოველთვის გვიხარია ჩვენთან ენდოკრინოლოგი თეონა ნუწუბიძე დილამშვიდობის და მადლობა რომ ხართ. მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ ხართ თეონა ჩვენთან სტუმრად და მოდი პირველ რიგში დავიწყოთ ზოგადად რა მნიშვნელობის მინერალი არის მაგნიუმი ჩვენი ორგანიზმისთვის. ძალიან საინტერესო საკითხია, რა მოხდება თუ საერთოდ მაგნიუმი არ იქნება ჩვენს ორგანიზმში, ხო? რა მნიშვნელოვან პროცესებს ასრულებს. დაახლოებით რომ წარმოვიდგინოთ 6-ზე მეტ პროცესში, რომელიც ყოველდღიურად ჩვენს ორგანიზმში მიმდინარეობს, ღებულობს მონაწილეობას. არის ეგრეთ წოდებული კოფაქტორი, ანუ დამხმარე ჯარისკაცი. ისეთ პროცესებში, როგორც არის გლუკოზის დონის კონტროლირება, ამიტომაც არის, რომ ენდოკრინოლოგებს განსაკუთრებით გვიყვარს ხოლმე ესე ანტიოქსიდანტის სახით, ადიუვანტურად დავამატოთ კიდე მაგნიუმი იმ სქემას, რაც გვაქვს პაციენტთან. გარდა ამისა, ჩვენთვის ძალიან კარგად ნაცნობი ორი სხვა ელემენტი, როგორც არის კალციუმი და კალიუმი, მათ ტრანსპორტირებაში და უჯრედში მათ საჭირო ადგილამდე მიტანაში მაგნიუმი არის ძალიან მნიშვნელოვანი. შესაბამისად, ნერვული იმპულსის გადაცემა, კუნთის კუმშვადობა, ჩვენი გულის რიტმის რეგულირება, ეს მხოლოდ ნუსხის დასაწყისია და 600-ზე მეტი, 600, აი რამდენი პროცესია. ძალიან მნიშვნელოვანია. კი, ვიხდით ამაშიც, თუმცა ძალიან გავრცელებულია მაგნიუმის დეფიციტი, ხო? რატომ არის ესეც ვთქვათ? ზოგადად მაგნიუმი, რა თქმა უნდა, ეს არ არის ახალი აღმოჩენა, ხო? მე-19 საუკუნეში, როდესაც მაგნიუმი გამოიყო როგორც მაკროელემენტი, მანამდეც, რა თქმა უნდა, ადამიანები მაგნიუმს ქვეცნობიერად რთავდნენ ან ამატებდნენ თავიანთ საკვებ რაციონში და ამის ნათელი მაგალითია ის, რომ მაგალითად ჩვენი წინაპრებისგან ვიცით, რომ თბილი რძე, რომელსაც კიდე შეიძლება რომ დავუმატოთ ნუში ან სხვადასხვა თხილეული, ძალიან გვეხმარება ჩაძინებაში, დამშვიდებაში. ბავშვებსაც საღამოს რეკომენდირებულია რომ მივცეთ დაბალპროცენტიანი, მაგრამ თბილი რძე. რატომ? იმიტომ რომ მაგნიუმ შეიცავს. უბრალოდ თანამედროვე სამყაროში ბევრი ფაქტორი არის ის, რაც განაპირობებს მაგნიუმის საჭიროების ზრდას. ამიტომაც გახდა დღესდღეობით ეს ესეთი აქტუალური საკითხი და არა იმიტომ რომ ეხლა გვჭირდება ადამიანებს მაგნიუმი და არ გვჭირდებოდა სიტყვაზე ვთქვათ 100 წლის წინ. უბრალოდ თანამედროვე სამყაროში არის სტრესის კატასტროფულად მაღალი მაჩვენებელი. და სტრესი იწვევს მაგნიუმის ნაკლებობას? სტრესის შედეგად ჩვენს ორგანიზმში შფოთვითი მდგომარეობა არის ძალიან მაღალი. და მე კარგად მახსოვს წლების წინ მსოფლიოში შემიძლია თამამად ვთქვათ ერთ-ერთი წამყვანი კლინიკის პროფესორს, როდესაც უთხარი რომ შფოთვა მაქვს მაღალი და ვღელავ რომ ვერ ვასწრებ ამის ჩაბარებას, იმის მეცადინეობას და ასე შემდეგ, მითხრა რატომ არ გინდა რომ მოცადო მაგნიუმი და შემდეგ უკვე განავრცო რომელი მაგნიუმს მირჩევდა რომ ძილის წინ მიმეღო და მაშინ ეს ჩემთვის აბსოლუტურად უცხო საკითხი იყო მიუხედავად იმისა, რომ უკვე სიტყვაზე ვთქვათ ის 600 პროცესში საერთოდ ვიყავი გათვითცნობიერებული. იმიტომ რომ მაგნიუმი სტრესულ მდგომარეობაზე მოქმედებს. რომელი ტიპის მაგნიუმი და რატომ ეს კიდე დამატებითი კითხვაა. მე დარწმუნებული ვარ რომ მაგნიუმი მიგიღიათ. ან ჯერჯერობით არ მიგიღია, დღეიდან დაიწყებთ რაღაც ეტაპზე. აი, უკვე ბზარხვალ. თუმცა პირველ რიგში მინდა რომ იმ სიმპტომებზე ვისაუბროთ, აუცილებლად ვისაუბრებთ რა ტიპის მაგნიუმი როდის უნდა მივიღოთ და ძილის წინოც თქვენ ახსენეთ ამაზეც ვისაუბრებთ, თუმცა პირველ რიგში ის სიმპტომებზე მინდა ვისაუბროთ, რაც მიგვანიშნებს მაგნიუმის დეფიციტზე. იმისთვის რომ ზუსტად თქვენ როგორც აღნიშნეთ თქვათ რომ რამდენი ტიპის მაგნიუმი არსებობს, ზუსტადაც რომ რა სიმპტომები იმდენი სიმპტომია, რაზეც შეიძლება რომ მაგნიუმი დაინიშნოს, ფიზიკურად ჩდება კითხვა, როგორ შეიძლება რომ ერთი მაგნიუმი ამ ყველაფერს ფარავდეს, ხო? იქ იყოს სიტყვაზე ვთქვათ, როდესაც გვაქვს ჩონჩხის კუნთების კუმშვადობა, აი რო ეძახიან სიტყვაზე ვთქვათ, გამეკვანძა, ქვემო კიდური, მაგ დაჭიმულობა კუნთოვანი, მაგ ჩაძინების პრობლემა და ასე შემდეგ, ხო? იმდენად ბევრ სიმპტომს ფარავს, თავისთავად, ანუ რაღაც კიდე პატარა საიდუმლო უნდა იყოს გარდა იმისა, რომ მაგნიუმს მივიღებთ, ხო? ეს საიდუმლო მდგომარეობს იმაში, რომ მაგნიუმი როგორც მინერალი უკავშირდება სხვადასხვა ნაერთებს და
იმის მიხედვით რომელი ტიპის ნაერთს დაუკავშირდება, წარმოიქმნება კონკრეტული ტიპის მაგნიუმი, რომელიც კონკრეტული ტიპის კლინიკური გამოვლინებისთვის არის შველა. მაგალითად, ჯერ კიდევ მაგნიუმის გამოყოფამდე ძველ რომში მაგნეზია არის ესეთი რეგიონი ახლა თანამედროვე საბერძნეთში, სადაც მიხვდნენ ადამიანები, რომ ცხოველები კონკრეტული წყლის საცავიდან აღარ სვავდნენ წყალს. და შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს წყალი მდიდარი იყო მაგნიუმის სულფატით, ეგრეთ წოდებული ეპსომის მარილით, რომელსაც ჩვენ აქტიურად ვიყენებთ, აი მაგალითად აბაზანის ჩასაყრელი მარილი, ასევე აქტიურად არის დამატებული ლაქსატივებში და ვისაც სიტყვაზე ვთქვა ყაბზობისკენ აგმიდრეკილება, შესაბამისად ამ ტიპის მაგნიუმს ურჩევენ. შემდეგ მიხვდნენ, რომ ამ წყლის გამოყენებას აქ რაღაც სამკურნალო თვისება, მაგალითად, ვისაც ჰქონდა კუჭნაწლავის პრობლემა და ასე შემდეგ. ანუ ბუნებრივად კაცობრიობა თვითონ აღმოაჩენდა ხოლმე, რომ არსებობს რაღაც დამატებული სასწაული ჩვენს წყალში, საკვებში, მაგალითად ნუში, ქეშიუში, რძეში. უბრალოდ არ იცოდნენ, რომ ეს იყო სახელი მაგნიუმი, მინერალი და უკავშირდებოდა სიტყვაზე ვთქვათ ჟანგბადს და წარმოიქმნებოდა ოქსიდი, თუ უკავშირდებოდა სულფატს და წარმოიქმნებოდა სულფატი. ძალიან საინტერესო იმედია ძალიან არ ჩავხლარ. რას ლაპარაკობ პირიქით, უბრალოდ ძალიან საინტერესო მიმართულებით წავედით, როცა ჩამოთვლა დაიწყეთ, სად არის მაგნიუმი დიდი რაოდენობით და აი ისე ალბათ ბევრ რაღაცაშია, ბევრ საკვებშია, მაგრამ აი ყველაზე ისეთი გამორჩეულები რო ვთქვათ მაგალითად. იცით რა, საკვები ზოგადად მთელი კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ადამიანები საკვების გზით ივსებდნენ მაგნიუმის საჭიროებას. შესაბამისად ჩდება კითხვა, რამდენი გვჭირდება მაგნიუმი დღიურად რომ მივიღოთ, ხო? სხვადასხვა გაიდლაინში, სხვადასხვა ქვეყნის გაიდლაინში მცირე ცვალებადობის მიუხედავად დაახლოებით ეს არის 300-400 მგ დღიური დოზა. ამას ჩვენ ნაწილობრივად ვივსებთ დღესდღეობით საკვებით და არის კონკრეტული მდგომარეობები, დაავადებები, როდესაც დამატებით მიღების საჭიროება შეიძლება გაჩნდეს. მაგალითად, თუ ადამიანები ქრონიკულად მოიხმარენ სხვადასხვა მედიკამენტებს, როგორიც არის, ვთქვათ, ასთმის, ალერგიის სამკურნალო საშუალებები, შარდნდენები, დიურეტიკები, სხვადასხვა ანტიბიოტიკი მიიღეს გარკვეული დროის მანძილზე, თუ აქვთ ქრონიკული დაავადებები, რომელიც კავშირშია თირკმლის მხრიდან მაგნიუმის გაძლიერებულ კარგვასთან და სხვადასხვა მიკროელემენტების. ამ სიტუაციაში შეიძლება რომ საკვების გარდა დამატებით რეკომენდირებული იყოს მიღება და ექიმა ურჩიოს. მაგრამ საკვებითაც კი აბსოლუტურად ნორმალურად შეიძლება ამ დანაკარგის შევსება და მე შემიძლია მაგალითად მაგალითებიც კი ბატონო, რა თქმა უნდა. თქვენ რა გაგიგიეთ სად არის ყველაზე მდიდარი მაგნიუმი? აი ხა რძე გავიგებ ესე. პირველად თხილეული, აი ნუში და ქეში მაგალითად. ძალიან საინტერესოა, რომ თხილეული, იმიტომ რომ თხილეულით მინდოდა დამეწყო, იმიტომ რომ ყველაზე მარტივი დათვლადია, ხო? 18 ცალ ნუში ან ქეშიუში დაახლოებით არის 70-75 მგ მაგნიუმი. და ჩვენ ახლა ვთქვით, რომ დაახლოებით გვჭირდება დღეში 300-400, ხო? ანუ 18 ცალი ნუში ან ქეშიუ. შემდეგ რა? რძე, ანუ 100%-ით მართალი ხარ? ნებისმიერი ტიპის რძე. ნუ მე ურჩევდი ცოტა დაბალი ცხიმიანობის შემცველობით იმის და მიხედვით თუ როგორია ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. დაბალ პროცენტიანი ერთჭიქა რძეშიც არის დაახლოებით 30 გრამი მაგნიუმი, რაც დაემატა ამ ჩვენ ქეშიუს, ხო? გარდა ამისა, აი მაგალითად სადილზე ვისაუბროთ, ხო? ერთი ცალი მოხარშული კარტოფილი, ამას დაუმატოთ მთლიანი ან ნახევარი კილა ტუნა წყლის ბაზაზე დაახლოებით გამოდის 90 მგ მაგნეზიუმი. ანუ ნენელა ვავსებთ უკვე მივდივართ, ხო, ავედით. დამატებით კიდე რა, ბოსტნეულში ძალიან დიდი რაოდენობით ამ მწვანე ბოსტნეულში განსაკუთრებით როგორც არის ბროკოლი, სალათის ფურცლები, ასე შემდეგ, ანუ რეალურად 300 მგ-ის მიღება დღიურად მიღწევადია, რეალურია. ხო ესეა? ხო, შესაბამისად, ну, ჯერ ალბათ ეგ ყველაფერი გამოკვლევებით უნდა დაიწყო, რა? ხო, ეს ძალიან ესეთი კითხვა არის, ლოგიკური კითხვა არის. შეგვიძლია თუ არა მაგნიუმი პირდაპირ მივიღოთ თუ პირველ რიგში რაღაც კონკრეტული ანალიზები უნდა ავიღოთ იმისთვის, რომ გავარკვიოთ რა დოზაზე არის ჩვენს ორგანიზმში მაგნიუმი. მე დარწმუნებული ვარ, ხა ძალიან ბევრი ადამიანი ემზადება უკვე გადააკონტროლოს ისეთი რაღაცები ჩამოთვალეთ, ისეთი სიმპტომები, თუნდაც არ ვიცი, ჩაძინების პრობლემა, ან ის ფეხის გაკვანძვა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ფოთვა თუნდაც ბევრი ემზადება, ეხლა უკვე კრებს ალბათ სად გადავიმოწმოთ რომელი გჭირდება.
ძალიან რთული საკითხია მაგნიუმის შეფასება, იმიტომ რომ მაგნიუმის ყველაზე დიდი მარაგი დაახლოებით 25 მილიგრამი, იმიტომ რომ ჩვენი ორგანიზმი ძალიან ფანტასტიკურად არის მოწყობილი, რომ ჩვენ ვიქნით მარაგს კონკრეტულს და დაახლოებით 25 მილიგრამის რაოდენობით, ეს არის საერთო რაოდენობის 60-70% არის ძვალსახსროვან სისტემაში. სისხლის შრაჩი, სადაც ჩვენ ვამოწმეთ მაგნიუმის დონეს, არის მხოლოდ 1%. ამიტომ ძალიან დიდია შანსი, რომ ჩვენ შევამოწმოთ სისხლის შრაჩში მაგნიუმის დონე და ის იყოს ნორმალური. ეს არ გამორიცხავს მაგნიუმის დამატებით მიღების საჭიროებას, იქნება ეს საკვების მხრივ თუ დანამატის სახით, ხო ესეა? ამიტომ ჩვენ რას უნდა მივაქციოთ მაშინ ყურადღება? კი ბატონო, კვლევას ვაკეთებთ, იმიტომ რომ თუ დეფიციტია, მაშინ რა თქმა უნდა უფრო მაღალი დოზებით მივაწვდით, მაგრამ ჩვენი ორგანიზმი არის ყველაზე დიდი მოკავშირე ჩვენთვის. უნდა შევაფასოთ კლინიკურად რა გამოვლინებები გვაქვს. ჩაძინების პრობლემა მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაღლილი ვარ. შფოთვა მაქვს მომატებული. აი მაგალითად ძალიან საინტერესო კვლევა იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში. თინეიჯერ ბიჭებში შფოთვითი მდგომარეობა იყო მომატებული და ძალიან ხშირი. და რა თქმა უნდა, არასასურველი იყო ამ შემთხვევაში სხვადასხვა აქტიური ნივთიერებების ჩართვა და ძალიან კარგი შედეგებია ჩვენა მაგნიუმის დანამატის მიღებამ, კონკრეტულად მაგნიუმის გლიცინატმა, ეს არის გლიცინის და მაგნიუმის კავშირი და გლიცინი ეს არის ძალიან საინტერესო ქიმიური მესენჯერი, რომელიც უფრო მარტივად აღწევს ცენტრალურ ნერვულ სისტემას და ეხმარება მაგნიუმს, რომ მივიდეს საჭიროების ადგილამდე. და შესაბამისად, აი კონკრეტულად მაგნიუმის გლიცინატი ამ შემთხვევაში იყო რეკომენდირებული და შეფასდა, რომ არის უბნებელი, ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა. აქედან გამომდინარე, თქვენს კითხვაზე პასუხი არის შემდეგი: სისხლის შრაჩი ვამოწმებთ, რა თქმა უნდა, მაგრამ ამას გარდა ვუყურებთ და ვუსმენთ ჩვენს ორგანიზმს, გვაქვს თუ არა ჩივილები, გვაქვს თუ არა გამოვლინებები, ჩვეულებრივად არ მქონია არასოდეს კუნთების ასე თქვა სპაზმის შეგრძნება, არ მქონია ჩაძინების პრობლემა, თითქოს ჩემს ცხოვრებაში არაფერი არ შეცვლილა, მაგრამ ბოლო ერთი თვეა სტრესი მაქვს მაღალი, ისე ვერ ვიკვებები როგორც მე მინდა და რაღაცნაირად ეს ჩივილები წამოვიდა. ერთ-ერთი დამნაშავე შეიძლება გავასამართლოთ სხვა ვიტამინების ნაკლებობა. რა თქმა უნდა კი. უბრალოდ დღეს ჩვენი მთავარი ტოპიკი მაგნიუმია, ამას უსვავთ ხაზს, მაგრამ სამი ესენციური ვიტამინი და დანამატი, რომელიც თანამედროვე სამყაროში ითვლება, რომ მისი დამატებით მიღების საჭიროება არის ძალიან მაღალი, ეს არის ვიტამინი D, ეს არის B12 და ეს არის მაგნიუმი და შესაბამისად პირველი ამას ნახავთ. თქვენ ახსენეთ, არსებობს სხვადასხვა ტიპის მაგნიუმები, ანუ კონკრეტული პრობლემის წინააღმდეგ სხვადასხვა ტიპის მაგნიუმი მინიშნება თუ როგორ არის? დიახ, ხშირ შემთხვევაში ესე არის, მე პირადად ესე ვაკეთებ, იმიტომ რომ აი მაგნიუმის გლიცინატზე უკვე ვისაუბრეთ, ხო? უფრო ნერვულ სისტემაზე აქვს გავლენა და უმჯობესია რომ მივიღოთ საღამოს საათებში. მაგალითად, ძალიან აქტიურად გამოიყენება მაგნიუმის ოქსიდი და ციტრატი, რომელიც ათვისებაც ორგანიზმს ყველაზე მაღალი აქვს და ყველაზე აქტიურად ისინი დამატებულია, ასე ვთქვათ, ყაბზობის საწინააღმდეგო მედიკამენტებში, ლაქსატივებში, უბნებელია, მიჩვევას არ იწვევს და შედარებით უფრო ხელმისაწვდომი და იაფია. ეს ორი მაგალითი. ასევე არის ელთრეონატი, რომელიც ასევე აქტიურად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, კუნთების სპაზმზე, ნერვული იმპულსის გადაცემაზე, გლიკოზის დონეზე, მალატი და ასე შემდეგ. ბევრი ტიპია. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე, რომ თვითნებურად რაღაც კონკრეტული მედიკამენტების ან დანამატების მიღება არ არის რეკომენდირებული. მაგნიუმის შემთხვევაში როგორ არის? იცით რა, მაგნიუმის როგორც დეპონირებას, ისე ექსკრეციას ჩვენი ორგანიზმი მეტნაკლებად კარგად არეგულირებს. აი მაგალითად ის, რომ თირკმელი მაგნიუმს გამოყოფს თუ პირიქით შეინახავს, ამას ჩვენი ორგანიზმი თავისი დააბალანსებს. ჩვენზე გაცილებით ჭკვიანია და გადასარევად იცის ეს როგორ გააკეთოს. თუ ლაპარაკი არ არის რაღაცა ზეზღრულ დონეზე, რომელსაც ადამიანი ღებულობს და არის არარეკომენდირებული დოზა, რაც შეიძლება რომ მიიღოს, აი მაგალითად 300 მილიგრამის ფარგლებში წელიწადში 2-3 კლინიკური გამოვლინების მიხედვით სხვადასხვა ტიპის მაგნიუმის მიღება არავითარ საფრთხეს არ უქმნის ჩვენს ორგანიზმს. თუ არსებობს, დავუშვით ახლა ჩვენ დეფიციტზე ვლაპარაკობთ, მაგრამ თუ არსებობს, აი რაღაცა გადაჭარბებული
არ ვიცი როგორ უნდა დოზა თუ რაღაც რაც არ არის რეკომენდირებული ჩვენი ორგანიზმის. გადაჭარბებული მაჩვენებელი, როგორც წესი, მე პირადად პრაქტიკაში არ მინახავს და იშვიათად არის ტოქსიკოზის, ასე ვთქვათ, ჭარბი მიღების მდგომარეობა აღწერილი, იმიტომ რომ ზედოზირების შემთხვევაში შემდეგ ეს 2 კვირის მანძილზე გამოიდევნება ორგანიზმიდან. მაგრამ თუ არის ეხლა თეორიულად ისეთი სიტუაცია, რომ ადამიანმა 1 წლის მანძილზე ზეზღრული დონები მიიღო და მარტო მაგნიუმს სვამდა მთელი დღე მაშინ. იმედი მაქვს, რომ ესე არავინ არ იზამს. ხო, არსებობს რაღაც მხოლოდ თეორიულად ამის შანსი. ჩვენ აი მოდით ეხლა ძალიან კონკრეტულად გავუსვათ ხაზი. წელიწადში ერთხელ ან ორჯერ 1 ან 2 თვის მანძილზე 300 მილიგრამამდე მაგნიუმის დანამატის მიღება ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის. არ იგულისხმება ადამიანები, რომელსაც აქვთ ქრონიკული თირკმლის უკმარისობა ან რაიმე ქრონიკული დაავადება, რა თქმა უნდა, თავის ექიმთან ეს უნდა განიხილონ, მაგრამ ზოგადად ჯანმრთელი ადამიანისთვის, ზრდასრული ადამიანისთვის ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. თეონა, მათ შორის ბავშვებისთვისაც? ბავშვების შემთხვევაში მე ყოველთვის მირჩევნია, რომ რაღაც კვებითი უნარჩვევები შევძინოთ და ზოგადად არ მიყვარს ბავშვებთან ბევრი ვიტამინების და ისე როგორც ჩემ პროფესორს არ ხმარობთ ხოლმე ძალიან აქტიურ ნივთიერებებს. ვიტამინების დეფიციტის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ბავშვებისთვის რეკომენდირებულ დოზებს მნიშნავთ, მაგრამ ესე ბრმად უბრალოდ მივცეთ მაგნიუმი და სხვადასხვა დანამატები, როგორც წესი ეს პრაქტიკაში ნაკლებად გამოიყენება. რა უშლის ხელს მაგნიუმის შეწოვას, ხო? სწორად ვამბობ. თუ ზოგადად ადამიანს აქვს კუჭნაწყობის პრობლემები და არ იკვებება შესაბამისად, აქვს რაიმე სხვა ქრონიკული დაავადება და ათვისება არის დაქვეითებული, ამ შემთხვევაში თეორიულად შეიძლება რომ შეწოვის პრობლემა იყოს. ან შეიძლება იყოს ისეთი დანამატი ჩართული, რომელიც უბრალოდ ხარისხიანი არ არის და რა თქმა უნდა ათვისება მისი ისე კარგად არ ხდება. მაგრამ უმეტესწილად მაგნიუმის ათვისება პრობლემას არ წარმოადგენს, თუ საკვებით და პლუს ამას დანამატითაც თუ იღებს, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ იმდენი პროდუქტი ჩამოთვალით, რომელთაც შეიძლება რომ შეივსო ყოველდღიური საჭიროება, თუ ადამიანი ჩვეულებრივად იკვებება და არეგულირებს და ბალანსირებული რაციონი აქვს, მაშინ როგორც წესი რისკი იმისა, რომ მაგნიუმის ღრმა, მკვეთრი, მწვავე დეფიციტი დაფიქსირდეს ნაკლებია. როგორი არის მაგნიუმის აი დანამატის მიღება, ესე რომ ვთქვათ, ხო? რაღაც კონკრეტული დრო არის საჭირო, კონკრეტული ფორმა არის თუ არა, რაღაც გასათვალისწინებელი თუ სხვა მედიკამენტებს ვიღებთ ამ შემთხვევაშიც. სხვადასხვა მედიკამენტებთან კომბინაცია, რა თქმა უნდა, ჯობია რომ მკურნალ ექიმთან იქნეს შეფასებული და განხილული, იმიტომ რომ ჩვენ რო ეხლა ზოგადად ესე ვისაუბროთ, რომ არა, აი ამასთან არ აქვს, ან პირიქით აქვს, ეს არ იქნება სწორი, იმიტომ რომ კონკრეტული ადამიანის ანამნეზი განსხვავებულია, ჩვენ არ ვიცით რა მედიკამენტებთან ლაპარაკი, იქნება ეს ქიმიოთერაპიული, ასე ვთქვათ, მთელი ნუსხა მედიკამენტების თუ რაიმე კიდევ უფრო აქტიური ჰორმონალური საშუალებები. ამიტომ რა თქმა უნდა თქვენ ექიმთან უნდა განიხილოთ, რომ ეს არის ჩემი ანამნეზი, ეს არის რასაც ვღებულობ ქრონიკულად მედიკამენტებს და ამ შემთხვევაში დროის რა მონაკვეთი უმჯობესია მივიღო იმის მიხედვით თუ რის გამო ვღებულობ, რა არის ჩემი ჩივილი. აი მაგალითად ჩვენ ვთქვით ჩაძინების პრობლემაზე და შფოთვით მდგომარეობაზე საღამოს საათებში, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა საღამოს ვღებულობთ მაგნიუმის გლიცინატს ჭამის შემდეგ. იწვევს თუ არა ძილიანობას ამასაც გკითხავთ, მაშინ იმიტომ რომ ძალიან ლოგიკური კითხვა ჩდება, თუ საღამოს უნდა მივიღოთ იმისთვის რომ კარგად ჩავიძინოთ, დღის განმავლობაში ვინც მიიღებს, მასზე თუ იმოქმედებს. ისეთი ტიპის ძილიანობას, რომ ჩვენს კოგნიტურ ფუნქციებს ხელი შეუშალოს და რა თქმა უნდა, სადმე ჩამოგვეძინოს, ამის შანსი ნაკლებია. ეხლა თუ რაიმე საქმე მაქვს გასაკეთებელი და საღამოს ან ლექციას უნდა დავესწრო, ან პირიქით წავიკითხო, ან რაღაც, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში არ დავლევ ეხლა მაგნიუმის გლიცინატს. უფრო და ჩაძინებამდე 1-2 საათით ადრე. იმიტომ რომ ჩვენი მიზანი თუ არის რომ ჩაძინებაში დაგვეხმაროს, მაშინ რა თქმა უნდა აქ ეფექტურია. ძილიანობას არ იწვევს ნამდვილად. მე მგონი ძალიან ისე ამომწურავად ვისაუბრეთ, ჩვენ რა ვისაუბრეთ, გვესაუბრათ. მაგნიუმის შესახებ სრული წარმოდგენა შეგვექმნა და რამდენად მნიშვნელოვანი მინერალი არის, ამაზეც ვისაუბრეთ. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა.